ხარბედიამ გულში დაამარცხა ნიკოლოზ გიგინეიშვილი, მახაბუბმადლი მოუგო აკოპ შარბათიანს მძიმე ბრძოლაში 3-2. მათ კიდევ ჰქონდათ შეხვედრები 50 კილოგრამში. ხარბედიამ მეოთხე ფინალში მოუგო ავთანდილ კომახიძეს, ხოლო მახამედლიმ ნორიკ არუთინიანს. და მეორე ფინალშიც ჰქონდა ხარბედიას ერთი შეხვედრა, მან დაამარცხა. პრინციპული შეხვედრა იყო, ორი საქართველოს ჩემპიონი წარდგა ერთმანეთის წინაშე და ხარბედიამ დაამარცხა მარიანელი ლუკა ქოქაშვილი. ანუ რატის უწევს მეოთხე დღეს, მეოთხე შეხვედრა. ვაგიფ მახამედლი და რატი ხარბედია. ბრინჯაოს მედლები აქ აქვს სომეხ აკოპ შარბათიანსა და ჩვენს ბათუმელ ნიკოლოზ გიგინეიშვილი. პირველი რაუნდი მირზა ხურციძე არის რეფერი ringზე. ესეც წელობა იყო მახამედლის მხრიდან გააკავა ის ვიოლეთ ხარბედიამ. შემდეგ კამარში ფერჩი შემოგვიდია აზერბაიჯანელმა და ხარბედიამ მიიღო დავალება მცველის გამო. თავად უნდა დაიწყოს შეტევები. თვითონ შემტევის პოზიცია დაიკავა, რატომ ცენტრში არის ვაკიფ მუჰამადლი. მეტი აქტიურობა ხდება, მაგრამ პირველი რეალური შეტევა ხარბედიასი კარგად დაახევინა ჯერ მარცხენა ხელით და მერე მარჯვენას დააყოლა. კიდევ ერთხელ მიწვდა ჯებით. იწურა ამასობაში რაუნდი თავიდან თითქოს ცოტა უფრო აქტიური იყო აზერბაიჯანელი. შემდეგ ეს სიტუაცია გამოასწორა ხარბედიამ. ნახოთ საჭთა ხმები როგორ განაწილდება ან თუ განაწილდება. განაწილდა თანაბარი რაუნდი იყო 3-0 მახამედლის და 2 მსაჯის ხმა რატი ხარბედიას. ცოტათი მოსამართებელი გვაქვს. ხარბედია შევშენ მესამე პრიზიორი იყო ამავე ასაკში 46 კილოგრამში. არის 2010 წელს არის დაბადებული და გაისიდან გადავა ახალგაზრდებში. მეორე რაუნდი მინიმალური უპირატესობა აქვს აზერბაიჯანს.
უფრო აქტიურად დაიწყო ხარბედია, მიიღო დავალებები, კორექტირება მწვრთნელისგან. თუმცა აქტივობას არ უჩივის ლაკიფი. დაიბრუნა მან ისეთ რინგის ცენტრში პოზიცია. თუმცა ისე დრო მიაქვს ხარბედიას, რომ კარგად ვერ გაარკვევს საცილად თუ მემარჯვენე ცვლის ხოლმე დგომს. კარგად შეუტია, ეხლა მარცხენა ჯები და შემდეგ კარგად გაეცალა. ამჯერად მოიგერია ხარბედია, მაგრამ ის იწყებს ხოლმე, მუჰამადლი იწყებს ხოლმე შეტევას, ახაც ჭირდება მეტი აქტიურობა. აი აქ ეხლა მემარჯვენე დრო მიაქვს, წინა შეტევაში მემარცხენე ქონდა. მარცხენა ჯები მოხდა. კიდევ ერთხელ კიდევ ერთი მარცხენა პირდაპირი. კიდევ ერთი. კიდევ ერთი. ამჯერად მარცხენა გვერდიდან და რაუნდის ბოლო ხარბედიასი იყო აშკარად. ნახოთ როგორ შეაფასებენ მსაჯები. კი ბატონო, ასე იყო ნამდვილად, თუმცა მისაყვანია ეს საქმე ბოლომდე 5 მსაჯმა მოგცა მეორე რაუნდი, მაგრამ 3 მსაჯთან არის ჯერად 19-19. ერთი მსაჯის ხმა გჭირდება ეხლა მესამე რაუნდში. 2-0 წინ არის ხარბედია, შეიძლება ესე ვთქვათ. 3 მსაჯ ჯერაც არ გადაუწყვეტია, ვინ იქნება ამ ბრძოლის გამარჯვებული. მესამე რაუნდი, აქ ყველაფერს უკვე მნიშვნელობა აქვს. წამოვა ის გააფრთხებულ შეტევაზე მუჰამადლი, მაგრამ ეხლა ის იმასე მარჯვენა კროსის შორიდან მოქნეული ზუსტი იყო აზერბაიჯანელის. კიდევ ერთხელ დაგვახევინა ვაგიბებთან და მოგვარტყა უკვე ჯები მარცხენა. დასაწყისი აზერბაიჯანელის იყო, ეხლა უნდა მოუმატოს რატომ აქტიურობას. არაფერი დიდი 1-2 დარტყმა იგი მარცხენა ხელით რო იმუშაოს. გაათანაბრებს სიტუაციას. ამ ჯებებს რომელთაც მოიგო მეორე რაუნდი ჯერჯერობით არ ამუშავებს რატი გაათანაბრა ბრძოლა ხარბედიამ უარტყა ეხა რატი საქამარში ჩასატნებელი მაისური კამარი ხილული უნდა იყოს კრივში აქ აი ამ მომენტისთვის ხარბედია იგებს ალბათ ან ვიცავს უპირატესობას რომელიც ჰქონდა ორი რაუნდის ჯამში მოპოვებული უბრალოდ ჭირდება ესეთი კარგი დაბოლოება და მეტოქის შეკავება მაინც მემარჯვენეა უფრო ხარბედია ვიდრე ცაცია, თუმცა ორივე ხელს ხმარობს.
ბოლო წამებია დაიღალა ორივე. კარგად დაუხდა ეხა მარცხენა ხელით გონგი და მოიგო ალბათ მე მგონი ჩემი აზრით რატე ხარბედია არ ვიცი როგორ განაწილდება იქ მესამე რაუნდში ხმები ერთი მსაჯის ხმე ჭირდებოდა ხარბედიას და იმ უპირატესობას რაც მან ძირითადად მეორე რაუნდში მოიპოვა წესით დაიცავს თუმცა მძიმე ბრძოლა კი გადაიხადა განსაკუთრებით აი ეს პირველი და მესამე რაუნდი. ერთიანი გადაწყვეტილება ესე იქ ხარბედია მოიგო, შეგიძლია აღარ უნერვიულო. ეხლა ნახოთ მესამე რაუნდში როგორ განაწილდა ან თუ განაწილდა ხმები. მესამე რაუნდი ერთხმათ მოიგო ხარბედიამ, აქ მეორე ადგილზე გავიდა აგიფ მუჰამედლი და მესამეზე აკობ შარბათიანი და ნიკოლოზ გიგინეიშვილი. გავთანაბრდით ოქროს მედლებით 3-3 გვაქვს ჩვენა და აზერბაიჯანს. შემდეგ ტონდას ვტოვებთ 52 კილოგრამში დაჯილდოებაზე ოქროს მედალს მიიღებს ისმაილ ნასირზადე აზერბაიჯანი. მისი მეტოქე არ გამოცხადდება დაჯილდოებაზე მეორე ადგილზე გავიდა არტო ბაგრამიანი სომხეთი და მესამეზე გავიდნენ საქართველოს ჩემპიონი ლევან თეფანია და ისრაელის მოკრივე გლებ გრენბლატი. ეხლა კი ზაზა მდინარიძე ვარიანელი 54 კილოგრამი და კარდაშ